როგორ დაფრინავდნენ ნაბდით ქართველი მეომრები. ხშირად გაგვიგია გამოთქმა, ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო, მაგრამ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ მიგვიღია, ამბობს ეთნოგრაფი გიორგი გიგაური. გიორგი ლიქოკიელს და მწუხრებულს უთქვამს გიორგი გიგაურთან საუბარში, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგული ჰქონდა. ძველ ფურცლებზე ეწერა ამ მფრინავ საშუალებაზე. აფრონავი სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ასეთი რაღაც გურია აჭარაშიც ცოდნიათ მარჭიხოლის სახელწოდებით. აფრონავი ისტორიაში არაერთ ადგილზე გვხდება, მაგალითად ვეფხისტყაოსანში. მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანისბანსა. შოთა რუსთაველის ეს სიტყვები სინამდვილეს აღწერს. არსებობს ცნობა, რომ 1943 წელს ქერჩში საბრძოლო მოქმედებებისას ქართველმა მეომრებმა თურმე ეს ასაფრენი ნაბდები ააწყვეს და ალყაშემორტყმული ციხესიმაგრიდან აღელვებულ ზღვაზე დაეშნენ. ღელვის გამო გერმანელები იქიდან შეტევას არ ელოდნენ და ვერაფრით გაარღვიეს, როგორ ამოვიდა 120 მეომარი ზღვიდან. ქართველებს კი გენერალ-კაპიტონ ნაჭყებიასაგან ჰქონდათ ნასწავლი საფრენი ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და ამგვარი ხერხით დასცემიან თავს გაოგნებულ გერმანელებს. დღევანდელი სკაიდაივინგი ჰქონდათ ძველ საქართველოში, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. საინტერესოა კაპიტონ ნაჭყებიას არქივის შესწავლა, რომელიც ამაზე დიდი ხნის წინ წერდა. ქართველები იმიტომაც იგებდნენ იმ ხელაომებს, ყველაფერს დიდ ჭკუით ეკიდებოდნენ. კარგად არის გურია აჭარის ჩანაწერების შესასწავლი. სადაც იქნება მარჭიხოლის აგების კონსტრუქცია შემონახული და რომ აღვადგინოთ, დღესაც შეიძლება გამოყენება ამ უძველესი ქართული საფრენის